მადლობა ბატონ გახა გადაცემაში მონაწილეობისთვის. დღეს სოციალურ ქსელში რასაც ვაკვირდებით თქვენი პარტიის წევრები და თქვენი პარტია ასე ვთქვათ ტარგეტირებულად ითხოვთ კადრებს გიორგი გახარიაძე თავდასხმის და სასტუმრო შერატონის მიმართ გაქვთ მთავარი ასე ვთქვათ სამიზნე დღეს არის სასტუმრო შერატონი, რომელიც მოთხოვნის მიუხედავად ჯერჯერობით ამ კადრებს არ გაწვდით. რა ეჭვი გაქვთ თქვენ? მოგესალმებით ქალბატონო რუსუდან, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ჩვენ შერატონის მიმართ კი არ გვაქვს პრეტენზია, ჩვენ გვაქვს ზოგადად პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ სიმართლე არ უნდა დაიმალოს. და უნდა გაირკვეს იმ ძიმე ფაქტის შესახებ, რომელიც იმსახურებს სინათლის შუქს ამავდროულად. და შერატონი არის მგონია ის საერთაშორისო ბრენდი, საერთაშორისო კომპანია, რომელიც უნდა დადგეს სწორედად სიმართლის მხარეს და არა ერთი ვიწრო ვიგინდარა ჯგუფის, ასე ვთქვათ, ინტერესებს ამოეფაროს აჭარაში. ეს არის და ეს არ არის მარტივი ფაქტი, ეს იყო ორგანიზებული, ჩემი აზრით, წინასწარ დაგეგმილი, ასე ვთქვათ, კრიმინალური აქტი. ბატონი გახარია არ არის ვიღაც ზოგიერთი ასე ვთქვათ პოლიტიკოსის თუ პოლიტიკაში ჩართული ადამიანის მსგავსად რაღაც პიროვნება, რომელიც მარტივად შეიძლება წამოაგვიოს მსგავსი ტიპის პროვოკაციებზე. ის ყოფილი პრემიერ-მინისტრია, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრია, ყოფილი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანია, ეკონომიკის მინისტრია. ის მსხვილკალიბრიანი პოლიტიკური ფიგურაა ქართულ პოლიტიკაში და ჩემი აზრით ქართულ ოცნების ინტერესშიც უნდა იყოს, ანუ ელემენტარული გონიერება რო გქონდეს თავში შერჩენილი ამ საქმის ყისიერი გამოძიება და სინათლის შემოტანა, მაგრამ ახლა ისინი აკეთებენ აბსოლუტურად ყველაფერს საპირისპიროს. იმიტომ რომ ისეთ სპირალში არიან, ფაქტიურად აი შემოუბრუნებლობის წერტილში არიან შესული, რომ აქედან გამოსავალი არ აქვს. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ სწორედად საერთაშორისო კომპანიის მხრიდან რეაგირებას და ეს არის შერატონის ბრენდი. კი ბატონო, თუმცა ჩვენ როგორც რამდენიმე დღის წინ ამ სასტუმროს მენეჯერს ვესაუბრეთ, მათ გითხრეს, რომ ეს კადრები არის შენახული, როგორც გარე, ასე შიდა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები პირველივე წუთიდან და არქივებულიც გვაქვსო. უბრალოდ იურისტი გადის ახლა კონსულტაციებს. გამორიცხულია, რომ ისინი უსაფრთხოებიდან გამომდინარე რაღაც ტიპის პროცედურას აწარმოებდნენ ახლა, დარწმუნდნენ, რომ ამ კადრების გასაჯაროება ან ვინმესთვის გადაცემა არის უსაფრთხო სხვებისთვისაც. არ ვიცი, რაიმე რაციონალური ახსნა შეგვიძლია ვუპოვოთ იმას, რომ 3 დღეა ჯერჯერობით ვერ ახერხებს სასტუმრო კადრების მოწოდებას თქვენთვის. თუ აქ არის ცალსახად პოლიტიკური ინტერესი ან პოლიტიკური მდგენელი აქვს ამას, არ ვიცი. მე გეტყვით დადასტურებულად თუ რა ცდილობს ხელისუფლება. ხელისუფლება ცდილობს, რომ ეს კადრები დამალოს ნებისმიერი საშუალებით. დამალოს ან ისე დონეზე დააზიანოს, რომ ამ კადრების შედეგად უბრალოდ საზოგადოებამ სიმართლე არ გაიგოს. იმიტომ რომ როგორც ასეთი, ანუ აი ფაქტების დონეზე თუ მივსჯელეთ, მძიმე დანაშაულია. და მძიმე დანაშაულია ჩადენილი არა ასე ვთქვათ, ვიღაც შეცხოვითი გავლენის მხრიდან, რომელიც შეიძლება პირობითად რაღაც პროვოკაციულ ქმედებას აწარმოებდა, არამედ ორგანიზებული ჯგუფის მიერ კონკრეტული ადამიანის მოქმედი პოლიტიკური ფიგურის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის წინააღმდეგ. აქამდე ასეთი ფაქტები ფაქტიურად ქართული ოცნება თან ამით ამაყობდა, რომ საქართველოში არ ხდებოდა. და ჩვენ როდესაც ვიძახით, რომ ისინი პირდაპირ მნიშვნელობით ფაქტიურად დაემსგავსნენ წინა ხელისუფლებას, რის დამარცხებასაც აპირებდნენ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ამოეძირკათ. დღეს ისინი აკეთებენ ამას. ჩვენი ინტერესი ეს არის სხვათა შორის, რომ ქართულ საზოგადოებას, აი რომ დავაკრისტალო ასე ვთქვათ, ჩვენი სტრატეგიული მიზანი, დავანახოთ მათი რეალური სახე. რომ ისინი თითქოს და აი რომ გვიმტკიცებენ, რომ ნაცმოძრაობაზე უკეთესები არიან, სინამდვილეში იმაზე ბიზურები არიან და იმაზე ყველაფრის მკადრებლები გახდნენ, რასაც ფაქტიურად თავად ებრძოდნენ. აი ამ კადრების მიზანი, ჩვენების მიზანი და ამოსანა რაში მდგომარეობს. თორე გახარია რომ ეხლა ამ ვიღაც ვიგინდარების პროვოკაციას არ წამოეგებოდა, ეხლა თვითონაც კარგად იციან. და სხვებმაც კარგად იციან, ვისაც მასთან ელემენტარულად რაღაცა დოზით შეხება ჰქონია. ამიტომ ის დამონტაჟებული კადრები, რითაც ფაქტიურად პირდაპირ აი საინფორმაციო მანიპულაციების ტექნიკებზე რომელსაც საუბრობ, აი კლასიკური кейსადი არის, ხო ანუ პოლიტიკურად მოტივირებული, ხელოვნურად შეკრული, ასე ვთქვათ, კადრები, რომ საზოგადოების მის ინფორმაცია მოახდინონ. ეს არ არის დეზინფორმაცია, ეს არის სწორედაც აი კლასიკური გაგებით მის ინფორმაცია. ანუ შემდგარი ფაქტის
ისეთ დონეზე დამახინჯება, რომ საზოგადოების აღქმებში აბსოლუტურად სხვა განწყობები გააღვივა. სინამდვილეში სხვა რამე მოხდა და ქართულმა ოცნებამ შეგნებულად გამოიტანა სხვა ნარატივი. ამიტომ არის სწორედაც რომ მნიშვნელოვანი რომ ბათუმის შერატონმა და მისმა ადმინისტრაციამ არ გაუწიოს ანგარიში, მას ხაზს უსვავ ქართული ოცნების წარმომადგენლებს და სიმართლეს მოფინოს ნათელი. კი ბატონო, შესაძლოა თქვენ გამოძიების მიმართ მაღალი სანდოობა არ გქონდეთ, თუმცა ფაქტია, რომ გიორგი გახარია აპირებს გამოკითხვაზე მისვლას და ამ ამბის შესახებ მოყოლას გამომძიებლებისთვის. ხომ, ანუ სამართლებრივად პროცედურების დაცვას გეგმავთ. მე ასევე მინდა კითხოთ სასტუმრო შერატონზე, როცა საუბრობთ, მაგალითად თქვენი თანაგუნდელები ავრცელებდნენ ასევე ფოტოებს, სადაც სავარაუდოდ მოხდა მტკიცებულებების სანახევროდ ალბათ განადგურება. ამ მიმართულებით ხომ არ აპირებთ დავას ან რაიმე სამართლებრივი პროცესის წამოწყებას? ჩვენ ვაპირებთ დავას ყველანაირი მიმართულებით, იმიტომ რომ ჩვენ ვართ კანონმორჩილი ადამიანები, მათგან განსხვავებით. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტიურად ისინი ხშირად გვიბიძგებენ იმაზე, რომ გავიდეთ სწორედაც აი ამ კანონის ჩარჩოებიდან, მაგრამ ჩვენ საბოლოო ჯამში სახელმწიფოებრივად აზროვნებთ. და ეს არის ამის კარგი მაგალითი. მიუხედავად იმისა, რომ მათ ილუზია არ უნდა ჰქონდეთ, რომ არ დაისჯებიან, ამას ხაზს უსვამ ამავდროულად. ისინი ნამდვილად დაისჯებიან, მაგრამ დაისჯებიან კანონის ჩარჩოებში. და იმის გამო, რომ ეს კანონი ადრე თუ გვიან, ასე ვთქვათ, მივიდეს დანიშნულების წერტილამდე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან და გამოვიყენებთ ყველა მექანიზმს. მაგრამ თვითონ კადრებიდანაც ჩანს, ხო, ანუ დასაწყისშივე, მათ შორის სასტუმროს ადმინისტრაციის მხრიდან არასწორად გადადგმული ნაბიჯების საფუძველზე, ეხლა გენიოსი არ უნდა იყო საგამოძიებო პროცედურების, რომ მიხვდე, რომ ფაქტიურად წამებში დაასუფთავეს პირდაპირ ნივთმტკიცებები და პირდაპირ კრიმინალის, ძიმე კრიმინალის მოხდენის ადგილი, ლოკაცია. მაგრამ ეს ამავდროულად ადმინისტრაციის პრობლემა კი არ არის, ეს არის პრობლემა თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტროსი და ადგილობრივი პოლიციის, იმიტომ რომ გაცილებით ძალიან დაგვიანებით მივიდნენ. მაგრამ ჩვენ ხო ზუსტად ვიცით, რატომ მივიდნენ დაგვიანებით. გარდა ამისა, ანუ იქ ფიგურანტების ტელეფონის ნომრები არის ამოსაღები, თვითონ აპარატებია ამოსაღები და ზარებია ამოსაწევი ერთი. ვისგან დარეკეს, როგორ დარეკეს, ვისგან მიიღეს რა ინსტრუქცია. ანუ ძალიან, მოდი ასე ვთქვათ, პოლიტიკური ნება რომ იყოს, ამ საქმეს ადამიანი ნორმალური გამომძიებელი გამოიძიებდა 72 საათში. 72 საათში კონკრეტული სახელი და გვარები, დამნაშავეები, პირდაპირ ფიგურანტები, ირიბი ფიგურანტები იქნებოდნენ საქმის ჩვენ პრაქტიკა აჩვენებს, რომ როცა არის ქართული ოცნების პოლიტიკური ინტერესი, მათ მთელი ქალაქის მასშტაბით არსებული კამერების დათვალიერებაც შეუძლიათ და დამონტაჟებაც და გავრცელებაც რამდენიმე საათში. თუ კი ამის ინტერესი არსებობს, ასე ვთქვათ, დროის პრობლემა არ უნდა იყოს. კეთილი, ნახოთ როგორ გაგრძელდება პროცესები. თქვენ ელოდებით, რომ შეიძლება საერთოდ შემოტრიალდეს ეს პროცესი, გამომდინარე იქიდან, რომ ახლა რაღაცნაირად მოსამართლის თუ გამომძიების თუ მბრალდებლის როლი აქვს ჯერჯერობით პოლიტიკურ შემადგენლობას შეთავსებული და გამოძიებაზე მეტს ოცნების ლიდერები საუბრობენ, მათი განცხადებიდან გამომდინარე, რას ფიქრობთ? იცით როგორ არის, ანუ ჩვენ როდესაც ჩვენ ამას სხვათა შორის ხშირად ვიძახით ხოლმე, მაგრამ იკარგებოდა ასე ვთქვათ, აი ამ საინფორმაციო ველზე. როდესაც ბატონი გახარია, ისევ როგორც ჩვენი გუნდის წევრები პოლიტიკაში შემოდიოდნენ 20-21 წელს, ხო? ბევრს ეგონა რომ თითქოს აი გახსოვთ მაშინდელი ნარატივები რომ აი ბიზნეს პროექტები არიან და ასე შემდეგ. ჩვენ ზუსტად ვიცოდით რომ ეს ასე ვთქვათ შეხების ეს წერტილი დადგებოდა. რატომ? იმიტომ ვიცოდით რომ განწყობებს ვხედავდით. იმიტომ ვიცოდით რომ იდეოლოგიური ფაქტიურად პირდაპირ არათანხმედრა ქონდა ამ ადამიანებთან, რომლებმაც სახელმწიფო ინტერესების ღალატი დაიწყეს. და ეს ფაქტობრივად აი დადასტურდა მთელი უკვე აი ჯაჭვური რეაქციებით მთლიან წლების განმავლობაში. ამიტომ ამისთვის კი არ ვართ მზად, ნებისმიერი სხვა სცენარებისთვის ვართ მზად და ცხადი არაფერი არ გამოირიცხება. იმიტომ რომ ეს ადამიანები ისევ და ისევ ვიძახი რომ არიან შემოუბრუნებლობის, სხვა სიტყვებით რომ თქვა, არაადეკვატურობის ამ მოჯადოებულ წრეზე. ამ წრეზე ტრიალებენ და მათგან რა შეიძლება ვივარაუდოთ, ეჭვი მაქვს რომ ფაქტიურად ყველა არაფერი არ არის გამოსაყის, მოდი ასე. ამიტომ ჩვენ ამისთვის მზად ვართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე გაირკვევა და ეს ვიგინდა რა დამნაშავეები. სათითაოდ ყველა დაისჯება.
დღეს იქნება ეს, ხვალ იქნება ერთი კვირის თავზე თუ ერთი თვის თავზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ დაიშება. მათ უნდა უბრალოდ იცოდნენ, რომ ისინი ამისთვის პასუხს აკეთებენ. მადლობა. მადლობა კახა ქემოკლიძეს, მე მას დავემშვიდობები.